ეს არის კონტაქტი 6 რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და კვლავ ვაკე საბურთალოს ახალი გზა და მშენებლობა, რომელიც იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას იწვევს საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო და დოკუმენტაცია თბილისის მერიიდან გამოითხოვა. თემაზე საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რივმა ბერაძე და ირაკლი აბესაძე. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უპასუხებენ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. პირველი შეკითხვა მექნება ქალბატონ რიმასთან. ქალბატონ რიმა, ნაციონალური მოძრაობა პროკურატურის მიერ მერიდან გეოლოგიური დასკვნის გამოთხოვას პოლიტიკური ბრალდებისათვის შექმნილ ისტერიას უწოდებს და სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ახალი გზის მშენებლობის საქმეში გეოლოგიური დასკვნა არ არსებობს. თქვენ ინფორმაციით, მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის გარეშე დაიწყო? მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, მე დღეს თქვენი ეთერის საშუალებით გავიგე, რომ მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა და გავიგე ის, რომ ფაქტიურად გეოლოგიური დასკვნა აღნიშნულ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს, რაც ძალიან ცუდია. ფაქტი ის არის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე გზა სრად დაემართა თითოეული ჩვენთაგანისათვის ცნობილია, მოხდა საშინელი სტიქია და მდგომარეობა არის მძიმე. რა თქმა უნდა, მე ამის დასკვნის უფლება არ მაქვს და არც შემიძლია რაიმე გავაკეთო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ გამოძიება იტყვის ყველაფერს, რომ თუ დოკუმენტი არ არსებობდა, თავისთავად ცხადია, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს ყველაფერი იყო მიბმული გმირთა მოედანზე, თამარაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია და მხოლოდ ასე სტიქიურად მოხდა ამ გზის მშენებლობა, რეაბილიტაცია. კარგი, მოდით საუბარში ჩავდოთ ირაკლი აბესაძე. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით. სად არის ახალი გზის პროექტის გეოლოგიური დასკვნა? თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, საბუთებში ეს დასკვნა არსებობს? დიახ, მე რამდენადაც მესმოდა, თქვენი შესავალი იყო თითქოს ჩვენ გამოძიებას უწოდებთ რაღაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. ეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და დღევანდელ საქართველოში ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ ვართ არანაირი გამოძიების წინააღმდეგი. ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, გაუგებრობას და გაოცებას იწვევს ის პოლიტიკური ბრალდებები, წინასწარ პოლიტიკური სპეკულაციები, რომელიც საკითხთან დაკავშირებით არის და რომელსაც თუნდაც დღეს ხონდა. შემთხვევა, როდესაც საუბრობთ, რომ გეოლოგიური დასკვნა არ არსებობს, შორის თავად საქართველოს პროკურატურას უკვე საპროექტო დოკუმენტაცია სრულად აქვს ამოღებული და მათ შორის ის გეოლოგიური დასკვნებიც, რომელიც რა თქმა უნდა პროექტს ახლავს, მე ქალბატონ რიმასაც და საზოგადოებასაც მინდა უთხრა, რომ მარტივი საინჟინრო კონსტრუქციის აგებაც კი შეუძლებელია, როდესაც შეხება გაქვს ნიადაგთან, გრუნტთან, მისი შესწავლის გარეშე, ქანების შესწავლის გარეშე, ასე რომ საერთოდ თეორიულადაც შეუძლებელია ამ ხელა საინჟინრო კონსტრუქცია აშენებული იყო შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების გარეშე. რა თქმა უნდა, ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდება, იქნება ეს ამის ტიპის არაკვალიფიციური ბრალდება თუ იქნება ის კვალიფიციურად და სერიოზულად დასმული შეკითხვა, ამას ყველაფერს გამოძიება უნდა გაცეს პასუხი, ოღონდ არა ცალმხრივად. რა თქმა უნდა, შეკითხვები არსებობს სახელმწიფო უწყებების ეფექტურობასთან, ორგანიზებულობასთან და ოპერატიულობასთან, იმ სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას, რომელიც მძიმე ბუნებრივი სტიქიის მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს ჭირდებოდათ, ასე რომ ამ მიმართულებით შეიძლება ამ წინადადებად გამოძიებამ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი და მხოლოდ ასეთი ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების შემდგომ შესაძლებელია პოლიტიკურმა ძალებმა თუ კი დარჩება შეკითხვები გაცენ იმ ბრალდების პასუხი, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ზერელებს და არაკვალიფიციური. კარგი, ქალბატონ რიმასთან გადავალ შეკითხვა. ქალბატონ რიმა, პოლიტიკური ბრალდებები და სპეკულაციებიო, ეს განცხადებას აკეთებს თქვენი ოპონენტი. თქვენი ინფორმაციით, მინდა თქვენი პოზიცია მაინტერესებს. დარღვევებით მოხდა ახალი გზის მშენებლობა? ქალბატონო ნინო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი მხრიდან არ წამოსულა, იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის არ ვცალია, გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ქალაქ თბილისში. მეცხრე დღეა ფაქტიურად ჩვენ ვებრძვით სტიქიას და მთელი საქართველოს მთლიანად მთავრობა და ქალაქის მერია მობილიზებულია, რომ როგორმე ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ პოლიტიკური სპეკულაციისათვის, როგორც გითხარით, არ ვცალია. რაც შეეხება დღევანდელ ინფორმაციას, რომ ქალაქის არქიტექტორის მიერ გაჟღერებული იქნა ინფორმაცია, რომ არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამას პროკურატურა დაადგა. ის 4 გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ახსენა ბატონმა ირაკლი აბესაძემ, თქვენთვის ცნობილია ამ დასკვნების შესახებ? რა თქმა უნდა, მე პირადად ამ დოკუმენტაციას თავისთავად ცხადია არ ვიცნობ და არც უნდა ვიცოდი ამ დასკვნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ იცით, მრავალპროფილიანი ყველა კუთხით სამსახური არის შექმნილი, სადაც ჩართული არიან ექსპერტები, ყველა დარგის სპეციალისტები. მიმდინარეობს კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, დადგება საბოლოო სურათი და შედეგი.
გასაგებია ბატონო ირაკლი, თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ღოღობერიძემ დღეს თქვა, რომ ტენდერში თავის დროზე ისეთი პროექტები დამარცხდა, რომელიც ვერეს ხეობაში ახალი გზის ხიდებით შესვლას ითვალისწინებდა, თუმცა ამ პროექტებმა არ გაიმარჯვეს და გაიმარჯვა იმან, რომელმაც გაიმარჯვა. აი, რატომ მიენიჭა არსებულ პროექტს უპირატესობა? კიდევ ერთხელ მე არ მინდა რომ საზოგადოება დავღალოთ მეორე ხარისხოვან საკითხებზე მსჯელობით ის პროცედურული საკითხია საზოგადოებაში არსებობს რა თქმა უნდა ბატონო ირაკლი აქედან გამომდინარე გისვამთ ამ შეკითხვას თუკი თქვენი შეკითხვა და მათ შორის მერიის მხრიდან გაჟღერებული ეს შეკითხვებს უდევს პოლიტიკური ქვეტექსტი ხომ არ იყო ახალი გზის მშენებლობა უშუალო კავშირში და უშუალო მიზეზი იმ ტრაგედიის რომელიც დედაქალაქში დატრიალდა ეს არის სამწუხაროდ ამ შეკითხვების ქვეტექსტი და არაფერს საერთო ამას ობიექტურობის გარკვევასთან არ აქვს თავარი არის რომ პროექტი რომელიც განხორციელდა უნდა იქნეს შესწავლილი და ამას პროკურატურა უკვე აკეთებს და ალბათ ზედმეტი მითითება წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლისას ობიექტურობაზე და სიმკაცრეზე პროკურატურას არ სჭირდება ეს საკითხი უნდა იქნეს შესწავლილი და ობიექტური დასკვნა გაკეთებული თუმცა კიდევ ერთხელ პასუხად პოლიტიკური სპეკულაციების აკცალიაო ჩვენ ოპონენტმა გიპასუხათ თქვენ დიახ არსებული გზის პირობებშიც კი შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, შესაძლებელი იყო თუ არა უფრო მეტი ასე ვთქვათ სიცოცხლის გადარჩენა, უფრო მეტი ოპერატიულობის გამოჩენა ამ ყველაფერზე, მათ შორის გზიდან დაწყებული ხელისუფლების დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებებით დამთავრებული ყველა საკითხი უნდა იქნეს შესწავლილი და პასუხი გაცემული. მე მინდა ერთი მოკლე რეპლიკა გავაკეთო. მოკლედ და უნდა გადავიდეთ რომ ეხლა დრო არის რომ ასე ვთქვათ დაზარალებულების პრობლემებს მიუბრუნდეთ, დიახ ეს ნამდვილად ესეა და ნამდვილად საოცარი იყო, როცა ხელისუფლებამ იპოვა ვთქრო პოლიტიკური კინკლაობისთვის, თუმცა რაც შეეხება დაზარალებულებზე ზრუნვას, დღეს ვიხილავთ ჩვენ თბილისის ბიუჯეტს და ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ თბილისის მერიამ საკუთარი ბიუჯეტის მხოლოდ 0.3% გაიმეტა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და იმ 88 მილიონიდან, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯის სახით ხმარდება თბილისის მერიის თანამდებობის პირების შენახვას, მათ მივლინებებს სამსახურეობრივ ასე ზრუნავს თბილისის მერიას ამას ეს არის ფული დეზინფორმაცია მე მოგახსენებ თქვენ ეხლა რომ თბილისის მერიამ რა განიხილა რას აკეთებს თბილისის მერია ბატონო ირაკლი თქვენი პრეზიდენტისაგან განსხვავებით როცა 2012 წლის 12 მაისს მოხდა ქალაქ თბილისში ანალოგიური სტიქია და თქვენი პრეზიდენტისაგან განსხვავებით როცა წავიდა მილანში შოპინგზე ბატონი სააკაშვილი თქვენი პრეზიდენტი მაისგან განსხვავებით ზუსტად ჩვენი მერია და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არავითარ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ სოციალური სამსახურის უფროსი დიდი ხნის უკან იყო მივლინებაში წასული დიახ და სოციალური სამსახურის უფროსი და მე მგონი პრეზიდენტის რანგი განსხვავდება ერთმანეთისაგან და კარგად მოგეხსენება თქვენ რა უქენით იმ მოსახლეობას მაგრამ ეს იქეთ დავტოვოთ მე მოგახსენებ ქალბატონო ნინო რა კეთდება იმათთვის ვინც ესეთი საშინელი ტრაგედია გააკეთა დიახ დღევანდელზე ვისაუბრებ 120 ოჯახი რომელიც არის ამ სტიქიის შედეგად განადგურებული და გაუბედურებული 400 ადამიანი აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ექნება საცხოვრებელი სახლი ყველა მოქალაქეს ექნება ის პირველადი აუცილებელი ნიჭი რომელიც მას სჭირდება არავითარ შემთხვევაში რაც შეეხება ბიუჯეტთან დაკავშირებით რომ რა თქმა უნდა თუ შეიძლება ირაკლი მასალე თუ შეიძლება ერთი წუთით ნუ იცი ეს ჩაჩრა თუ შეიძლება ერთი წუთით დამელოდი და მომისმინე და პასუხი მერე გამეცი დიახ ამის საშუალებაში რომ მე მეკამათო გაქვს საკრებულო და აქ ნუ გამოიყენებ ამ ძვირფას დროს მე გეტყვით იმასთან დაკავშირებით რომ დღეს რა თქმა უნდა ქალაქის საკრებულოში შემოვიდა თბილისის ბიუჯეტი სადაც ჩვენ აღებულია და მათ აქვს ამაზე გართულება რომ 14 მილიონი რომელიც არის სტიქის დაზარალებულთათვის ეს 10 მილიონი წამოვიდა ფინანსთა სამინისტროსაგან 4 მილიონი რა თქმა უნდა არის შემოწირულობები რომელიც დღესაც გრძელდება და ხვალაც გაგრძელდება და შეიძლება ჩვენ ერთი თვის შემდეგაც დავკიდეთ ბიუჯეტის ცვლილებები საუბარია იმ 18 მილიონზე რომელიც აიღო თბილისის მერიამ რა თქმა უნდა სესხის სახით და მე მინდა გითხრათ ქალბატონო ნინო რომ ამ 18 მილიონიდან 5 მილიონი პირდაპირ მოხმარდება იმ ქუჩების რეაბილიტაციას რომელიც სტიქიამ დააზარალა და მე შემიძლია ჩამონათვალი გავაკეთო ამ ქუჩების ასე რომ ის დეზინფორმაცია რომელსაც ავრცელებს სისტემატურად ნაციონალური მოძრაობა მე ვფიქრობ უკვე იცის საქართველოს მოსახლეობამ და არ არის ლამაზი დღევანდელ ვითარებაში იმ მდგომარეობაში სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი ქალაქის მოსახლეობა არის დღეს ამ კუთხით ყურადღება მოსახლეობის ამაზე გასაგებია ბატონო ირაკლი რას უპასუხებთ თქვენს ოპონენტს როგორია რეაქცია თქვენი ამ ინფორმაციის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ქალბატონ რიმას მიმართ ალბათ ეს რიტორიკულ შეკითხვად დარჩება რატომ ვერ მოაკლო თბილისის
მერე რატო ვერ შეელია თუნდაც 1 მილიონ ლარს იმ 88 მილიონიდან, რომელიც მათ პირად კეთილდღეობას რაც უნდა გაეკეთებინა და რასაც მომავალში გააკეთებს. თბილისის მერია გააკეთებს ამას. თბილისის გზებზე აღებული იყო თბილისის გზებზე 65 მილიონი, 21 მილიონი დამატებით დაემატა და თბილისის გზები იქნება ამოწურული და 15 სექტემბრისათვის ჩვენ მეუბნებით ქალაქ თბილისის მოსახლეობას, რომ არცეთი გზა, არცეთი ორმოული არ იქნება გაუკეთებელი და თქვენ მაპატიეთ ირაკლი აღარ გექნებათ წამოსაძახებელი იმისათვის, რომ თბილისი ვერ აკეთებს თბილისის მერია შესაბამისად ამ სამუშაოს. მისცეთ საშუალება ბატონ ირაკლის. კი ბატონო, დაასრულე ბატონ ირაკლის. რაც შეეხება იმ 18 მილიონ ლარს, რომელსაც იღებენ და რომელიც სამწუხაროდ ჩვენ წინა სხდომაზე ვნახეთ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის და საკრებულოს სხდომის, სადაც ისინი ეცადნენ, რომ გაესაღებინათ ეს სტიქიის შედეგების მიზნებისთვის აღებულ სესხად, ეს ასე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ უკვე მაისში დაიწყო ამ სესხის აღების პროცედურები, როდესაც 13-14 ივნისს მოხდა ის ტრაგედია დედაქალაქში და გარდა ამისა ქუჩების ჩამონატვირება, როდესაც ახლა ქალაქი რიმაღუს. დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, რომ თურმე თამარაშვილის ქუჩას აკეთებენ ისინი ისე თითქოს ის სტიქიის შედეგად იყოს დაზარალებული, მაშინ როდესაც თამარაშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე კონტრაქტი უკვე დაახლოებით 1 თვეა გაფორმებულია და სამუშაოები დაახლოებით 1 თვეა მიმდინარეობს და თბილისელებმა კარგად იციან. ასე რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სტიქიის და ამ უბედურების საფარქვეშ თბილისის ბიუჯეტში ხოცილდება ბევრი აბსოლუტურად დაუგებარი ცვლილება, რომელიც როგორც ჩანს სწავლენ კორუფციული მოსახლეობას ექნება იმის საშუალება, რომ ეს 18 მილიონი, რასაც მოხმარდება და მათ შორის 5 მილიონი, რომელიც იქნება სტიქიით დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოწესრიგებაზე, მინდა გაცნობოთ თბილისელებს და თითოეულ თქვენთანაც ვუთხავ, გახსნილი იქნება მერიაში სპეციალური ვებგვერდი, სადაც იქნება აბსოლუტურად თითოეული თეთრი საჯარო და ყველა ადამიანს შეეძლება თითოეული თეთრის ნახვა თუ სად გახარჯა თბილისელთათვის ქალაქ თბილისის მერიამ თითოეული კაპიკი. ხოლო ის რაც შეეხება, რომ თამარაშვილის ქუჩა 2 თვის წინ იყო პროექტი გაწერილი, იქნებ ირაკლი მიპასუხ, რომ გმირთა მოედანის მოწესრიგება, რომელიც მიდის ტელევიზიამდე, რომელიც მიდის მარჯვენა სანაპირომდე, აქაც იქნებ გაწერილი იყო ეს თანხები, რომელსაც ჩვენ დღეს მხარი დაუჭირეთ თბილისის საკრებულოს კომისიის სხდომაზე. უპასუხოთ ბატონო ირაკლი, ცოტა დრო გვაქვს და კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო აქნაგამდე უპასუხოთ მოკლედ და შემდეგ გადმოვალ შეკითხვით. ხალბატონ რიმართან გისმენთ ბატონ ირაკლი. კიდევ თუ მე კარგად არ მესწის, მაგრამ საუბარი იყო კიდევ ამ სესხზე და თბილისის ბიუჯეტში განსახორციელებულ ცვლილებებს და მე მინდა ერთი წინადადებით შევაჯამო ამ სიტუაციაში, რამაც წელი საზოგადოების მოწონება და აღტაცება დაიმსახურა, ის იყო ის საზოგადოებრივი სოლიდარობა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებში გაჩნდა ფულადი შემოწირულობებით თუ ფიზიკური შრომით თვალსაზრისით და სამწუხაროდ ამას თბილისის მერიამ გაუკეთა აბსოლუტური იგნორირება, როდესაც საკუთარი ბიუჯეტიდან ამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხების გამოყოფაზე თქვა ფაქტიურად უარი და ის თანხები რაც ემატება იხარჯება 14 მილიონი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ფაქტიურად მთლიანად არის გარედან მოზიდული სახსრები. საკუთარი 88 მილიონი ლარი და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯია, მას ერთი ცენტრიც ვერ მოაკლო თბილისის მერია, რომ სოლიდარობისთვის გაეცვა ალბათ ვერ იტყვის ამას ირაკლი აბესაძე, თუ დგას რაიმე საკითხი, არავითარ შემთხვევაში ვერ იტყვის ვერც ერთი ადამიანი, რომ რაიმე პრობლემა, რაიმე თემა, რომელიც ამ ადამიანებს ჭირდება, ქალაქის მერიას არ გაეკეთებინა. დღეს ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ის თანხა, რა თანხაც არის გამოყოფილი და ქალაქის მერიამ მზად არის იმისათვის, რომ რა საჭიროებას იქნება მოთხოვნილი ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად იქნება გაკეთებული და გავალიდებული. ჩვენ ირაკლი შეიძლება ერთი თვის შემდეგაც გავაკეთოთ ბიუჯეტის ცვლილებები, ფაქტურად რასაც მოითხოვს ამ კუთხის დაზარალებულთა მოსახლეობა. კითხვით უნდა მოგმართოთ, ხალბატონ რიმა, თქვენმა ოპონენტმა წამოწია ეს საკითხი, შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა ტრაგედიის შემდეგ. როგორ იმუშავეს შესაბამისმა უწყებებმა ეს საზოგადოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი აქტუალური თემა ხელისუფლების მოქმედების ოპერატიულობა. თქვენთვის რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო რა სიტყვით ამ საკითხში? დიახ, ეს თემები მუსირებს, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წინან, რადგან მათ უკვე არაფერი აღარ დარჩათ საოპონენტო. თქვენ იცით, რომ 22 საათი და 11 წუთზე შემოვიდა პირველი ზარი 112-ში და პირველი ზარის შემოსვლის შემდეგ 3 წუთში იყო სამაშველო სამსახური ადგილზე და მე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხსნი იმ სამაშველო სამსახურის თანამშრომლის წინაშე და მისი ოჯახის წინაშე, რომელმაც 7 ადამიანის
სიცოცხლე იხსნა და შემდეგ თვითონ გარდაიცვალა, როგორ შეიძლება უწოდოთ არაოპერატიულობა და როგორ შეიძლება უწოდოთ, რომ არ იყო ყველაფერი სწორად და მიზანმიმართულად გაკეთებული, როცა თვითონ ივლიტა ჯიბუტის მამა გუშინ ეთერში თქვენი ეთერის საშუალებით აკეთებდა იმას, რომ გაუგონარი დამოკიდებულებით იღვწოდა და მუშაობდა სამაშველო სამსახური იმისათვის, რომ თავისი შვილი და მისი მეგობარი გადაერჩინა. მე ვფიქრობ, ყველაფერი ოპერატიულად იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ სტიქის წინაშე ჩვენ დასაუბედროთ ყველანი უძლურები ვართ. კარგით, ბატონო ირაკლი, თუ გაქვთ სურვილი რეპლიკის სახით გამოეხმაუროთ, ბატონო იმას მოკლედ, ძალიან მოკლედ დავასრულოთ. რაც შეეხება სამაშველო ღონისძიებებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სტიქის შედეგებთან ბრძოლაში, ყველას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი პრეტენზიები და ჩვენი კითხვის ნიშნები მხოლოდ და მხოლოდ არის ხელმძღვანელობას და მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის ორგანიზებასთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ სტიქის შედეგებს ებრძოდნენ. და რაც ყველაზე თავარია, ჩვენაც დასკვნებს არ ვაკეთებთ, დასკვნები უნდა გააკეთონ შესაბამისო ორგანოებმა, პოლიტიკის სპეკულაციაში ჩვენ ნამდვილად არ ჩავედით. თქვენი ქმედებები და თქვენ ფულას ამაში არავინ არ დაგიწევთ და ძალიან გთხოვთ შეცვალეს საუბრის თემა უხერხული ამ ვითარებაში, აი ასე ისაუბრო. დიდი მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ, დრო აღარ გვაქვს. ჩვენი სტუმრები იყვნენ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ირაკლი აბესაძე.